მოგესალმებით. დღეს ოთხშაბათია და გადაცემა პარადიგმა პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. სტუდიაში თქვენთვის ნანა მაკარაძე მუშაობს. უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შედეგად ყველაზე მეტად ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი დაზარალდა. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა კვლევითი ინსტიტუტები, დიდი სახელისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მატარებელი სამეცნიერო სკოლები. ვითარების სიმძიმეზე მარტივი სტატისტიკაც მეტყველებს. 45,000-მდე მეცნიერიდან რეალურად 3,000 აღარ არის დარჩენილი. აღარ მოქმედებს 6 ათეულამდე კვლევითი ინსტიტუტის უმრავლესობა. განადგურებულია საკვლევო ექსპერიმენტული ბაზები. სრულიად პატივაყრელია თვითმეცნიერი. მისი ხელფასი მინიმუმ 10-ჯერ ნაკლებია სახელმწიფო სტრუქტურების რიგით თანამშრომელთა ანაზღაურებაზე. ახალგაზრდობაში აღარ არსებობს მოტივირებული ლტოლვა მეცნიერებისაკენ. თანდათანობით იკარგება მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია, ცოდნის სამეცნიერო აზრის უწყვეტობა, მემკვიდრეობითობა და თაობათა ცვლის ჰარმონიულობა. ქვეყანას მეცნიერების გარეშე დარჩენა ემუქრება. ესაა ამონარიდი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გაფართოებული საერთო კრების მიმართვიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და მეცნიერების წინაშე მდგარ პრობლემებსა და პერსპექტივებზე პარადიგმას დღევანდელ გადაცემაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ბატონი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ბატონი გიორგი თან მინდა ხაზი გაუსვა პრეზიდენტის რანგში პირველადაა ჩვენს გადაცემაში სტუმრად და მინდა მისი ფეხბედნიერი იყოს. ბატონი მურმან ქურიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ბატონი ვანო პაპუნიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ გიორგი, თქვენით მინდა დავიწყო, რამდენად აკმაყოფილებს მეცნიერებათა აკადემიის მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობა? ეცტრესია საქმე, კანონმდებლობა ნორმალურია. რასაკვირველია, ცოტა შეზღუდულია მეცნიერების როლი, მაგრამ გადადგმულია ნაბიჯები მისაკენ, რომ უფრო მისაღები გახდეს და ეხლა დაიწყო ის პერიოდი, როდესაც მეცნიერებას საკმაოდ სერიოზული ყურადღება ექცევა მთავრობის მიერ. და ეს რასაკვირველია, მისასალმებელია. გადაწყვეტილება მიღებული, რომ მეცნიერებს გაეზარდოთ ჯამაგირები, რაც სავსებით აუცილებელია, იმიტომ რომ 180 ლარი საშუალოდ ეს არ არის შემოსავალი, რითაც ოჯახმა კი არა, ერთმა ადამიანმა იარსებოს. მაგრამ თუ ადარგენილი ვადები, ბატონო გიორგი, თუ საუბარი ვადებზე. კი, ეხლა აპრილში უნდა გადაწყდეს უკვე საბოლოო და ალბათ ერთ თვეში დაიწყება, ისე რომ ეს უკვე რეალური ნაბიჯია, რაც ახალმა ხელისუფლებამ გადადგა და სავარაუდოდ ამას კიდე შეიძლება მოყვეს სხვა ნაბიჯებიც, რომლებიც სწორედ მეცნიერებას, ასე ვთქვათ, მეცნიერება იქნება ცენტრში და მეცნიერების განვითარებისათვის იქნება გადადგმული. აი ეს. და ბატონო გიორგი, გარდა ვთქვათ ფინანსური მხარდაჭერისა და გაძლიერებისა, თქვენ როგორც პრეზიდენტი, ანუ მეცნიერებათა აკადემიის სახელით თუ ილაპარაკებთ, მეცნიერებათა აკადემია სხვა რა მხრივ საჭიროებს მხარდაჭერას, ვთქვათ, უახლოეს მომავალში, ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან რომ დაჭერდეს გაძლიერებას. საჭიროებს მხარდაჭერას, ახლა მოგახსენებთ. მოგიხსენებათ, მე ძალიან მოკლედ გეტყვით, რას აკეთებს. რითია დაკავებული დღეს მეცნიერებათა აკადემია, ეს არის გუმანიტარული დარგი, რომელიც იყო ერთ-ერთი ძირითადი, როცა მეცნიერება ჩამოყალიბდა, კერძოდ ქართველოლოგიური დარგები, ქართული ენა და ლიტერატურა, არქეოლოგია, საქართველოს ისტორია და აი ისინი, რომლებიც საქართველოსგან და პრაქტიკულად არსად არ შეისწავლებიან, ეს სავსებით აუცილებელია. მეორე გახლავთ, ეს არის რასაკვირველია მათემატიკა, ფიზიკა, რომელთაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ყოველთვის ამაყობდა და ეხლაც საკმაოდ ძლიერი სკოლებია. საკმაოდ ძალიან ძლიერი და მსოფლიოში ცნობილი სკოლებია. მათემატიკაში ორი საერთაშორისო მნიშვნელობის ჟურნალი ისტამბება თბილისში. ასევე მნიშვნელოვანი იყო ძალიან და ცოტა დაკარგა პოზიციები, მაგრამ ეხლა ვთქვათ რეანიმაციას განიცდის, ეს არის საბუნების მეტყველო დარგები. საბუნების მეტყველო დარგებში ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და ასე შემდეგ. დიდი ყურადღება ექცევა ეხლა უკვე საინჟინრო მიმართულებას. აი ამ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რომლებიც აუცილებელია ყველა ქვეყნისათვის და რასაკვირველია საქართველოში. უდაოდ უფრო მეტი მნიშვნელობის ხდება მედიცინა.
მედიცინა და რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობა, რომელიც არის ერთ-ერთი ძირითადი და რომელიც პრაქტიკულად არის პრაქტიკული ბიოლოგია. აი ეს არის სოფლის მეურნეობა. ეს რაც საქართველოსათვის არის გადამწყვეტი, რომელიც ყველაზე სწრაფად მოიტანს უკუშედეგს, ესე იგი რაღაც ქვეყანას დაემჩნევა და რომელიც სავსებით ტრადიციულია საქართველოს ყველა რეგიონისათვის. გასაგებია, ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ბუნებრივია ყველა ამ მიმართულების წარმომადგენელს ვერ მოიწოდით პირდაპირ ეთერში, თუმცა ჩვენ გვყავს სოფლის მეურნეობის, აგრარული მიმართულების წარმომადგენელი და ტექნოლოგიური მიმართულების, პრიორიტეტები ამ თვალსაზრისით, თუ არის შიგადარგობრივი პრიორიტეტები გამოკვეთილი და თქვა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულად თქვენი მიმართულებები რამდენად ბრძნობს თქვა ხელშეწყობას, დახმარების პირობას. ძირითადად ბატონმა გიორგი მოგახსენა თქვენ მის შესახებ რა მიმართულებებია დღეს დღის წესრიგში საერთოდ ქართული მეცნიერების წინაშე. მე განსაკუთრებით მინდა დავნიშნო ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით და აუცილებელი ნაბიჯია გადასადგმელი იქითკენ, რომ რაც შეიძლება ის სასოფლო სამეურნეო პროდუქტები, რომელიც დაახლოებით 80-85% უცხოეთიდან შემოდის საქართველოში, რომელიც ალბათ არც ერთ სახელმწიფოში ასეთი არ არის და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, რა თქმა უნდა, ასეთი მსგავსი რამ არ არსებობს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოხდეს ყველაფერი. იმისათვის, რომ აი ეს მოხდეს შეცვლა, რომ აი პირიქით არის სხვათაშორის ყველა ქვეყანაში. დაახლოებით 10-15% შემოაქვს და დანარჩენს 85% თვითონაც წარმოებენ ქვეყნები. მე უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ როცა ბატონი გიორგი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გახდა, იმ დღესვე ჩაუდგა სათავეში სწორედ იმ ტექნოლოგიური განათლებების მიღებას უცხოეთიდან, რომ აი უზრუნველყოს საქართველოს იმ პროდუქტების დაკმაყოფილება, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ ისეთი ქვეყნებიდან შემოგვაქვს, სადაც გაცილებით უკეთესი პირობებია ჩვენთან და აი ხდება შემოდანა. ნუ აქ არ ვიცი ახლა რა ხდებოდა, ეს ეთყობა პატარა უყურადღებობით იყო ალბათ წინა ხელისუფლების მიერ და ბატონი გიორგი გახდათ ჩინეთში, რამდენადაც თვითონაც ეთქვით ამის შესახებ, შვედეთში, საფრანგეთში, ახლა 2 დღის შემდეგ მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატები და იქიდან ახალი ტექნოლოგიები უნდა შემოვიტანოს, შემოაქვს და აი პირველ რიგში ის აუცილებელი პრობლემატური საკითხი უნდა გადაწყვეტოს, რაც სურსათით დაკმაყოფილებას. რა შეეხება რეგიონულ ნიშას ბატონოვანო? აი რა შეეხება რეგიონულ ნიშას, ჩვენ კარგად მოგეხსენება, ჩვენთან წამყვანი კულტურები იყო, მაღალი ინტენსიური სასოფლო სამეურნეო კულტურები, ციტრუსების, ჩაის და სხვა. და ალბათ გარკვეული ცვლილებები მოხდება იმ საბაზრო პირობებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ფაქტობრივად დღეს გაშნია. არის სხვა ისეთი მაღალი ინტენსიური სასოფლო სამეურნეო კულტურები, რომელიც შეცვლის ამ დარგს და კიდევ უფრო გაზრდილებულ. ახლა დღეს საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, როცა აი მეტამორფოზების საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება მე მახსოვს, სხვათა შორის ეს ადრე 80-იან წლებში, როცა ქედის, შვახევის და ხულოს რაიონში სასოფლო სამეურნეო სტრუქტურაში ამას ეკავა 4% მთელი მიწებისა. მაგრამ ოჯახის შემოსავალში კარგად გემახსოვრებათ, როცა 80-იან წლებში არ ნახულია აჭარის ისტორიას არასდროს ის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონე, როცა მაშინ იყო რა. ესე იგი, ოჯახის შემოსავალში 65-დან 78%-მდე ხვედრითი წინი მოდიოდა მეტამორფოზებად. ახლა ეს დარგი საერთოდ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად და მე ვფიქრობ, ახაც შეიძლება გარკვეული ისეთი სასოფლო, მაღალი ინტენსიური სასოფლო სამეურნეო კულტურების დანერგვა, რომელიც ალბათ გარკვეულად კომპენსაციას განაგებს იმისას, რაც ციტრუსებით ჩაიგვაზდება. თუმცა არავითარ შემთხვევაში ამ დარგებზე ხელისაღება არ შეიძლება. როგორ შეიძლება ჩაიზე ავიღოთ ხელი და ჩაის აღორძინება. გარკვეულად თანამედროვე ტექნოლოგიების გაძლიერებასაც საჭირო, ვიდრე ბატონი ნორმანის პასუხის მოვისმენთ. დიახ, მინდა მაყურებელს შევახსენო ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი 27 53 72. გადაცემის თემით დაინტერესებულ მაყურებელს შეგიძლიათ გადაცემის სრულობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში და ჩვენ სტუმრებს დაუსვათ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა. ბატონო მურმან 21 საუკუნე, ანუ წინა პერიოდზე რომ აღარ ველაპარაკოთ, ან ტექნოლოგიების თვალსაზრისით საკმაოდ წინ წავიდა თქვენს მიმართულებაში, ანუ
მეცნიერული თვალსაზრისით რა სიახლეებზე და რა გამოწვევებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ? რა თქმა უნდა, მეცნიერება დღით-დღე იხვეწება, იზრდება, ითვალისწინებს დღევანდელი ბაზრის მოთხოვნილებას და მეცნიერები პირველები არიან, ვინც ამას თავაზობენ წარმოებლებს და მათ შორის ბაზრის მუშაკებსაც კი. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, ბევრ დარგში ძალიან წინ ვიყავით, მაგრამ საუბედუროდ ბოლო 10 წლებში სოფლის მეურნეობა საერთოდ იყო იგნორირებული. ჩვენ მადლიერი ვართ იმისი, რომ აი ხალხმა ხალხმა თავის პრიორიტეტად დაასახელეს სოფლის მეურნეობა. ეს ძალიან იმედს გვაძლევს ჩვენ, რადგანაც ჩვენ მიწათმოქმედთა ქვეყანა გეორგია არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვებზე. 85%-მდე შემოდის გაურკვეველი წარმომავლობის მოხმარებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი აგრარულ ქვეყანაში. ეს პარადოქსია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა, მეცნიერები და განათლების სტრუქტურები ამას გაითავისებენ და ერთიანი ძალით ჩვენ შევებრძოლებით ამ პრობლემას, რომლის წინაშე ჩვენ აღმოჩნდით ბოლო წლების განმავლობაში. და ჩვენ ჯერ კიდევ პოტენციალი სათანადო დონეზე არის, რომელსაც რა თქმა უნდა არ უნდა გაჩერება ადგილზე, არამედ წინსვლა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ ბოლო 10 წელიწადში და ჩვენ რო დავეწიოთ, არა, გაცილებით დიდი ენერგია დაგვჭირდება, დიდი მხარდაჭერა დაგვჭირდება და ამას ფინანსიური ორგანოებიც გაითვალისწინებენ, რადგანაც აუცილებლად ინვესტიციები უნდა ჩაედოს სოფლის მეურნეობაში. და ბატონო, მან ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან, ანუ რამდენად დიდია? რა შესაძლოა იცით, ახალგაზრდები ყველაფერს უყურებენ, მათ მადლობა ღმერთს ინფორმაციის წყალობით ყველაფერი იციან. რო დაინახავენ, რომ სოფლის მეურნეობა საერთოდ და რიგ დარგებს, რომელიც ჩვენთვის იყო ტრადიციული, აუცილებლად მიეხედება, აუცილებლად იქნება სვლა და იქნება დაინტერესება. ეს არის აი ჩვენი დარგების გადარჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ბატონო გეორგი, ანუ ბატონმა მურმანმაც აღნიშნა და დასაწყისით თქვენ ანაზღაურებაზე გააკეთეთ აქცენტი. ბიუჯეტიდან ზოგადად რა ნაწილია გამოყოფილი მეცნიერებაზე და თქვათ გამოყოფილი თანხა თუ ასაკმარისი მის ხელშესაწყობად მაინც ანუ განვითარებაზე რომ არ ვილაპარაკოთ და აქვე ანუ შემდეგ კითხვასაც დავამატებ, აღნიშნული მიმართულებით სხვა ქვეყნების ან საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებაზე თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ, პარალელი რომ გავავლოთ. ხო მოგახსენებთ, ცით რა შეესახმე ეხლა გამოყოფილია საკმაო რაოდენობა თანხა, 12 მილიონი ოჯახიან, 30 მილიონი ლარიო. ეს რა თქმა უნდა სერიოზული ტრანშია, რომელიც მეცნიერებას უდაოდ სხვა დონეზე აიყვანს. აქ ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს აბსოლუტურად საკმარისი, ეს მეორე საკითხია, ალბათ არა, რა თქმა უნდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო მომავალშიც იზრუნებს ამაზე და თუ გინდა წინსვლა და თუ გინდა პროგრესი, თუ გინდა ახალი ტექნოლოგია, რასაკვირველია, თანხა და ყურადღება ჭირდება მეცნიერებას. ძალიან მგრძნობიარე დარგია მეცნიერება. თუ აქცევ ყურადღებას, უკუგება ძალიან მაღალი აქ და საკმაოდ სწრაფი სხვა შორის და თუ არა, მაშინ რასაკვირველია გადაიქცევა დატვირთვათ ქვეყნისათვის. დღეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გეგმავს საქართველოს ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას. აი ყველა დარგის, ყველა სფეროს. რასაკვირველია, ცენტრში არის სოფლის მეურნეობა. აი აქედან გამომდინარე, ჩვენ საზღვრავთ, ვზომავთ, ვანგარიშობთ, თუ რა იქნება საჭირო, რომ აი მეტ-ნაკლებად ეს, რა ქვია, დაკმაყოფილებული იყოს ეს მიმართულება. ეს არის ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის ძირითადი მიმართულება. და რაც შეეხება აკადემიას დაქვემდებარებულ ინსტიტუტებს, ბატონო გიორგი, აი ამ ინსტიტუტებთან დაკავშირებით. არ არის აკადემიის დაქვემდებარებაში ინსტიტუტები. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები აღარ არის. რომელიც არის გამოყვანილი ახლა და უნივერსიტეტებისთვის არის გადაცემული სხვადასხვა სამინისტროების. მათი დაფინანსების ანგარიშებს გვაყარებენ, რა თქმა უნდა ჩვენ მათთან მჭიდრო კავშირი გვაქვს, ჩვენ ყველანაირად ვიცავთ მათ ინტერესებს. აიხლაც არის გარკვეული კამათი ზოგ შემთხვევაში სამინისტროსთანაც, მე მყავს მხედველობაში მაქვს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს მათი პირობები. აი 2%
არის დღეს საქართველოში ეს ოფიციალურად არის ცნობილი გამოყოფილი მეცნიერებისათვის. როდესაც საშუალოდ უნდა იყოს 2%. აი ორ ატომურ ბომბ დარტყმულმა იაპონიამ, როდესაც პირველი ბიუჯეტი შეაკოწიცა 20% დაუთმო მეცნიერებას და ტექნოლოგიებს და რა მოყვავას თქვენ თვითონ კარგად ხედავთ. ეს აბსოლუტურად ნათელია. დღეს მეცნიერების რაოდენობა საქართველოში ადრე იზახდნენ ბევრია ძალიან, მე გეტყვით რომ ცოტაა. რომ უნდა იყოს იმაზე გაცილებით ნაკლებია. აი ესეთი და რაც შეეხება, ანუ ვიდრე თვითონ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებზე, უნივერსიტეტებთან მიერთებულ ინსტიტუტებზე ბატონი ვანო ალბათ უფრო დეტალურად გაგცემს პასუხს, ანუ საზღვარგარეთ გადინებას ქართველი მეცნიერების, ანუ რა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით და ეს კონდა სხვა ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხი როგორია? მე გეტყვით ახლა, დაახლოებით 350 სერიოზული ქართველი მეცნიერი, პროფესორი და პროფესორის დონეზე მყოფი ხალხი მოღვაწეობს დღეს ევროპაში, ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში. ეხლა ეს რას ნიშნავს, იცით რომ რასაკვირველია, იმისთანა პატარა ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, 350 ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია და როგორ გითხრათ, ტრაგედიის მაგვარი სურათი იხატებოდა. გარკვეული ანალიზის შემდეგ ესეთი აზრი ჩამოყალიბდა, რომ აი ამ ხალხის მოწვევით შეიქმნას ერთობლივი პროექტები საქართველოსთან. დაგვეხმარენ ისინი მომზადებაში, საზღვარგარეთ მივლინებები, მათ ისინი ჩამოდიოდნენ აქ და აიცით ერთი სამეცნიერო სივრცე შევქმნათ. აი ეს რასაკვირველია ძალიან ბევრს მოუტანდა, დაიწყებოდა მეცნიერების აღორძინება. მეცნიერება დღეს საქართველოში თავისთავად, აი მიუხედავად ყველა ამ კატაკლიზმებისა, რაც უკანასკნელ 10 წლის განმავლობაში იყო, ცუდ მდგომარეობაში არ არის. მე გაოცებული ვიყავი, როდესაც გავეცანი. და საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს კიდევ. ეს რასაკვირველია ქართველი კაცის ნიჭი და უნარი და მისწრაფებაა, ტოლვა მეცნიერებისადმი. აი ეს ფაქტორია ძირითადად. მე მაგალითად ისე მესახება, რომ მეცნიერებათა აკადემია, რომელიც კრებსით ხასიათს აწარმოებს აი ამ უნივერსიტეტულ მეცნიერებებში, რასაკვირველია შესთავაზებდა სახელმწიფოს ყველაზე უფრო ოპტიმალურ ტექნოლოგიებს, ვითარებას, დარგის შერჩევას, რომელიც ერთი უნივერსიტეტისათვის შეიძლება გართულება. ჩვენ ძალიან ახლო კონტაქტები გვაქვს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან, ძალიან ახლო კონტაქტები გვაქვს სხვებთანაც, მაგრამ აი აქაც კი რასაკვირველია მეცნიერებათა აკადემიის მიდგომა განსხვავდება. აი ეს რაც მინდოდა. რაც შეეხება დარგობრივ მიმართულებას, ანუ იგივე ტექნოლოგიების მიმართულებით, თქვათ, საზღვარგარეთ გადინებულ მეცნიერებთან კონტაქტები და აი მათგან თქვათ, რა მხარდაჭერას გრძნობთ, თუმცა ვიდრე ბატონი მურმანი პასუხს გაგცემდეს, მაყურებელია პირდაპირ ეთერში და მოусმინოთ მაყურებლის შეკითხვას. მოგესალმებით და გისმენთ. ხო, და მოგესალმებით. საქართველოს მე პირველ რიგში მინდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ აი ეს ადამიანები მოიწვიეთ გადაცემაში. ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის მოსაზრება, რომ სწორედ ქვეყანა უნდა მართონ მეცნიერებმა, სხვადასხვა დარგის მეცნიერებმა და ქვეყანა უნდა ედგეს სწორედ ესეთი ადამიანების და ძალიან სასარგებლოა ესეთი ადამიანების მოწვევა და ეს რეკომენდაციები მთავრობისთვის. და კარგი იქნება თუ ეს სამსახურში აიყვანეს სწორედ აი ამ ადამიანებს დღევანდელი მთავრობა. ეს ხონა მაქვს რა მთავრობასთან პირდაპირ არ ეხება თქვენ გადაცემის თემას, მაგრამ მაინც ეხება ეს აჭარის ტელევიზიაზე გავიდა, აჭარის ტელევიზიამ ძალიან ბევრი სიუჟეტი მოამზადა ციტრუსთან დაკავშირებით აჭარი გლეხებს დაუპათ ციტრუს იმის გამო, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან გემი არ ჩამოვიდა დროულად. დღეს ეს აჭარის პორტში არის გაჩერებული გემი, ნავთობი ჩაღვარა ზღვაში და დაჯარიმა ვერ გადაიხადეს და ეს გემი გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს მთავრობა აპირებს, რომ ეს გემი გაყიდოს და იქნებ შეინარჩუნოს, შეაკეთონ და გამოიყენონ მომავალში, რომ ამ გემმა უკრაინაში, ბულგარეთში, რუმინეთში, რუსეთში თავისით გაიტანოს ეს პროდუქცია, რომ აღარ იყო დამოკიდებულების ხებზე. მომავალში აღარ გამოვიდეს. დიდი მადლობა ზარზის შეკითხვა. კარგით, მადლობთ. ანუ მოსაზრება გამოთქვა თავისი, თუმცა ის გადაცემის სფეროს სცილდება, მაგრამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა მაყურებელმა. დიახვატნა მურმან, რაც შეეხება თქვენს კონტაქტებს. კონტაქტები რა თქმა უნდა არის, მადლობა გმირს დღეს არის საშუალებები, რომ ჩვენ კონტაქტები გვაქვს. მე პირადად რამოდენიმე
საერთაშორისო სადაგუსტაციო კომისიის წევრი ვარ, სადაც იკრიბებიან ძირითადად ის პირები, რომლებსაც დღეს ბევრ რამეს ეკითხებიან და ჩვენ ერთმანეთში ვცვლით ინფორმაციას და იმათ სხვათა შორის ჩვენ ქვეყანაზე, ჩვენ დარგში, მე მაგალითად ვიტყვი მეუნახევა მეღვინეობის დარგში, ძალიან მაღალი წარმოდგენა აქვთ. ჯერჯერობით კიდევ საქართველოს სახელდება ვაზისა და ღვინის სამშობლოდ, მაგრამ ამას გაფრთხილება უნდა. ჩვენო მეზობლებმა უკვე შეეცადენ, რომ კონკურენცია გაეწიათ და იყო ბევრი მცდელობა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ვრჩებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გარანტირებული გვაქვს. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენი დრო უნდა განავითაროთ და სხვათა შორის ბოლო წლებში ჩვენი პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა. საგრძნობლად და ტენდენცია რომ კიდევ იქნება სრულყოფა კანონმდებლობაში მე პირადად პარლამენტში ყოფნის დროს რამოდენიმე ცვლილებაში შევიტანეთ, რომელიც წაადგა ნახდათ ჩვენ ხარისხს და კიდე ხდება მისი დახვეწა, ასე რომ ჩვენ პროდუქციას შეიძლება დიდი კონკურენცია, ჩვენს პროდუქცია შეუძლია კონკურენცია გაუწიოს უკვე ძალიან ცნობილ ქვეყნებს. ასე რომ ჩვენ იმედის თვალით უყურებთ მომავალს. საზოგადოებას უნდა ქონდეს მომავლის იმედი, ისევ მაყურებელია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მივესალმები სტუმრებს, პრიაცაც ემოვნება, მეცნიერებთან შეხვედრა, მე ერთი რაღაც მაინტერესებს. ხშირად ვუსმენ გადაცემებს და რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მჩნდება, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა და რამაყ ხელმძღვანელობაში. ძირითადი რაზეც ყურადღება ჩემი საზით უნდა გამახვილდეს და მეცნიერებმაც უნდა მიაღწიო ამას ყურადღება, ეს არის მარცვლეული კულტურის წარმოება, ამასთან გამომდინარე მას მიყვება მეცხოველეობა, შემდეგ მას მიყვება სხვა დანარჩენი დაუშვათ ციტრუსი ბოსტნეულ ბახჩეული კულტურები და რატომ ამბობ ამას იცით? მარცვლეული წარმოება, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოება, ხალხო. დამიჯერეთ, ქვეყნის გეკნება მარცვალი, გეკნება სოფლის მეურნეობა. არ გეკნება და მეორე. როცა მეცნიერები გამოდიან, ისინი ისეთ შრომას დებენ რაიმის შესაქმნელად, მაგრამ სათანადო გარემო თუ არ შეუქმნა სახელმწიფომ და მეცნიერებს უშეგეშინებიათ გააკრიტიკეთ სახელმწიფო. გარემო უნდა შეგისნათ, რომ თქვენს მიერ გამოგონილმა რაიმე რაღაცა ქვეყანას წარმოადგენს, რა შექმნით ახალ ისეთნაირად ჩამოვა საკვარგარეთიდან დაბალ ხარისხიან თქვენ ნამუშევარს წყალში ჩაყრით და მე როგორც ძნელია თქვენი მუშაობა. თვითონ აგრონომია. დიდი მადლობა ზარისთვის. დაკავშირებით მე მას განვადრებია ასეთი მოსაზრება. მართლაც სწორად აღნიშნა მაყურებელმა, რომ ამ ხრივ მართლაც სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ. საერთოდ სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის სამი პრობლემა არის გადასაწყვეტი. პირველი, დარგთა შორის შეთანაწყობის საკითხი, სწორად თქვა, სხვათა შორის, რომ აი მასშტაბური კულტურების საკითხი, სხვა ჩვენი მრავალდარგობრივი სოფლის მეურნეობა შეიძლება ჩვენთან ძალიან ბევრი დარგები შეთანაწყობილი იქნას და მოხდეს მისი გამოყვანა სხვათა შორის. თანაც მაღალი ინტენსიური სასოფლო სამეურნეო კულტურები. ეს ერთი. სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს სხვათა შორის ეს. მეორე, დაფინანსების საკითხი უნდა მოუგვაროს სახელმწიფო. და მესამე, რა თქმა უნდა, მოწეული პროდუქციის რეალიზაცია. ანუ მარკეტინგული სამსახური. მე უნდა გითხრათ გულახდილად, არც ერთი აქედან წინა ხელისუფლების დროს არ გაგდებოდა. აბსოლუტურად. აბა მიიყვანა საქართველოს საერთოდ იქნამდე, რომ საერთოდ სოფლის მეურნეობა ჩავარდა. თქვენ კარგად მოგესწრებათ და იმდენად გაძვირდა პროდუქციის, არ ვიცი ხლა შეგნებულად იყო თუ შეუგნებლად, იმდენად გაძვირდა ამათვე პროდუქციის მოყვანა სოფელში, რომ სოფლის გრეხს ჭირდება ჩაიქნია ხელი და რამოდენიმე ჯერ მეტი ხარჯის გაღება ჭირდება, რომ ის გაიტანოს ბაზარზე და ბაზარზე იმდენად უნდა. ეს პრობლემა არის, გადასაწყვეტი, რომ სოფელში ისეთი პირობები უნდა შეუქმნა გლეხს, რომ მან აწარმოოს პროდუქცია მცირე და ნახატი. იცით ახლა თქვენ აი აზოტის ღირს და 9 ლარი, ჯერ 5 ლარი ღირს და 9 ლარი და ახლა 50 ლარი. ესე იგი ქედაში რომ პამიდორი მოიყვანოს კაცმა, ახლა შეიძლება დაუждდეს 1 კილოგრამი პამიდორი 20-25 ლარი. მაშინ როდესაც იცით, ახლა შემოგვაქვთ. ესე იგი დაიცადა საერთოდ სოფლები. მე რამდენადაც ვიცი 168 სოფელი უკვე საქართველოში დაცლილია. საერთოდ აღარ არის თქმა მოსახლეობა. ძალიან ბევრი სოფლები სხვათა შორის
უკიდურესად დასწრეს ზღვაზეა მისული. რატომ? იმიტომ რომ ახალგაზრდობა დაახლოებით 18-25 წელს ასაკში წავიდა სასწავლებლად. მასიური გადინება ხდება, დიახ. დაბერდა სოფელი ფაქტიურად, ესე იგი, ვინც არის ახლა იქ არა, იმას არ შეუძლია გადამოძრავება. დიახ. სვათაშვილის მას ამის დარაჯებსაც ეძახიან სვათაშვილის და მას არ შეუძლია მისი საკმარისი ნატურალური პროდუქციის აწარმოოს და ახლა სახელმწიფოსათვის მისაღები, რა თქმა უნდა, თავისთავად არ არის. ამიტომ ეს სოფლის მეურნეობის პრობლემა საქართველოში ისე დღის წესრიგში დგას, რომ მისი გადაწყვეტა საერთო პრობლემას წარმოადგენს. ისე მაყურებელია პირდაპირ ეთერში, მოვისმენთ მაყურებლის შეკითხვას, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებს, მე გიორგი სურმანიძე ვარ, გადაცემა მე ვარ ფერმერის ავტორი, მივესალმები, რომ ესეთი გადაცემის ფორმატი წამოიწია წინა პლანზე. და ნანა, მე გავწვამდი შემდეგ შეკითხვა შენი გადაცემის არხიდან გამომდინარე. განათლების კუთხით რაც ვაპირებთ ჩვენ სოფლის მეურნეობაში, იმიტომ რომ ჩვენ დღეს რასაც ვსაუბრობთ, ეს უნდა გაკეთდეს, ის უნდა გაკეთდეს, მე მესმის. ღრმად პატივცემული სტუმრები ყავს, ძალიან დიდ პატივს გცემთ ყველა სოფლის მეურნეობის დარგში. თუ დავრჩა ის ბომონდის ნაწილი ყავს დღეს სტუმრად, ნანა და აი მე მაინტერესებს განათლების კუთხი, იგივე განათლების სისტემა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თუ ფიქრობთ რა უნდა შევთავაზოთ, ან რა უნდა გაკეთდეს, რომ რაც თქვენ ბრძანეთ, ეს ზედმიწევნით პროფესიონალურ დონეზე შესრულდეს. ალბათ შემთხვევაში დღეს ჩვენ კადრი არ გვყავს, რომ პამიდორი მოვიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა, ან კიტრი, ან ხილი, ძალიან კარგად მოგეხსენებათ და მაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ კუთხით. შეიძლება მე დავიყვიანე ისაუბრეთ თქვენ ამ არა, ეს შეკითხვა მე უნივერსიტეტის როლზე მქონდა, გიორგი, არა პირიქით თქვენ დაგვაწარით და ჩვენი სტუმრები გასცემენ პასუხს. დიდი მადლობა დაიწყეთ შეკითხვა. მე უნდა ვიცოდე ახლა მასთან დაკავშირებით, რომ განათლებისა და მეცნიერების პრობლემა საქართველოში ძალიან წვავად დგას. იმდენად, რომ ფაქტიურად ჩვენ უკვე სპეციალისტები აღარ გვყავს და ვინც არის ახლა ისინი ხალხში შევიდნენ და მომავალი კადრები ნაკლებად იზრდება. სვათაშვილის ახაც რეფორმა მოიტანა ეს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ინსტიტუტები გამოიყო, ჯერ გადავიდა განათლების და მეცნიერების სამინისტროში, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, რომ ეხელმძღვანელა განეხილა და შეეფასებინა სამეცნიერო კვლევები. მე იქაც ეს სვათაშვილის ცეთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ თუნდაც სულ სხვა რაღაცა ჩანაფიქრი იყო, მე მოგეხსენებათ ის გადაეცა უნივერსიტეტებს, რომელსაც კიდევ უფრო მეტად არ შეეძლოთ ეხელმძღვანელად ამ ინსტიტუტებისათვის და საერთოდ სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მდგომარეობა გაუარესდა ამ თვალსაზრისით. მე მაგს სვათაშვილის სათანადო კვლევები ჩატარებული აჭარაში, თუ გინდათ. სავალალო მდგომარეობაში არის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება აჭარაში. ნუ ახლა სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის პრობლემები აქვს და ვერ უზრუნველყოფს. მე ალბათ ორიენტირებული უნივერსიტეტები არიან, კანონმდებლობიდან გამომდინარე აკადემიური პერსონალი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრი მე მას ხელმძღვანელობ და ნუ საერთოდ ისიც უნდა იცოდეს მაყურებელმა თქვენს, რომ საერთოდ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველ სამე პარაგრაფში უწერია, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის ხელისუფლების მეცნიერული ჩვეველი. ახლა მაინც არავითარი რჩევებს არ იზიარებდნენ ჩვენ. თუმცა რამდენად ითვალისწინებენ, ისმენენ და ითვალისწინებენ ამ შესაძლებლობათა ინსტიტუტები ისეთ მდგომარეობაში გადაიყვანეს, რომ ფაქტურად იქ არავითარი ესე იგი უგება თანამშრომლობა. და ის რაც ახლა ბატონმა გიორგი ბრძანა, რომ სამეცნიერო კვლევითი მუშაობა მაინც მიმდინარეობდა, ეს ინერციით. თორემ ისე გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ეს თაობა წავა, მომდენო თაობას მე ვხედავ. ნუ იმ თაობას აქვს ალბათ ბატონო საქმის სიყვარული. რა თქმა უნდა. რა შეეხება სპეციალისტების თავს და სოფელში, რა თქმა უნდა, არა ხო, ჩვენ სპეციალისტები, გამოსწვილი აგრონომები რომ არ გიზარდონ და ის. არა მე უნივერსიტეტის სრული პროფესორი ვარ და ვასწავლე სტუდენტებს. მე გეუბნებით, რომ მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით მომავალ მეცნიერს იქ. არა, კადრები კი იზრდება, მაგრამ ახლა ისიც ძალიან ისეთი და ბატონო ხომ არა საჭირო ვთქვათ ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მხრიდან დამატებითი მხარდაჭერა ვთქვათ იმ დარგებში, სადაც მომავალი კადრი ან ნაკლებად ინტერესდება ან მეცნიერები აღარ იზრდებიან, ვთქვათ სახელმწიფო დაფინანსება. მე გეუბნები თქვენ, ანუ ახლა იქ იცით თქვენ ახლა აუცილებლად გადახდა. ესაც იხდიან და ძალიან ბევრი მართლაც იხდიან პრესტიჟულ პრესტიჟს.
ერთი სიტყვით მე ახლა არ მინდა პესიმისტურად განვეცხო, მაგრამ საერთოდ სამომავლოდ რა თქმა უნდა ეს საკითხი ეს პრობლემა გადაწყდება. მე ძალიან კარგად ვიცი დღევანდელი ხელისუფლების მოთხოვნები ამ თვალსაზრისით. Სვათაშვილის არის გახსოვთ ახლა პრემიერ-მინისტრი როცა შეხვდა უნივერსიტეტის თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებს და დამოდენმეჯერ აღწერა სვათაშვილის რომ ჩვენ მეცნიერები უნდა გამოვიყენოთ. ასევე ბატონი ბიჯინაევანი ხალხ არის ბათუმის უნივერსიტეტში შეხვდა ეს მოთხოვნები და ეს სვათაშვილის და მე ალბათ ჯერჯერობით პრობლემები ძალიან ბევრი პრობლემებია საქართველოში. ეს საკითხი დგას. თუმცა ყოველი დღე დაგვიანებულია ჩვენ მეცნიერებაში აუცილებლად უნდა გადავდგეთ ნაბიჯი და განათლებული ხალხი უნდა გავუშვათ ახლა სწორად თქვა. ისო მაყურებელია პირდაპირ ეთერში მოსმინოთ მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონოვანო. შარშან განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტი. აი ამ ფაკულტეტმა 10 იანვარს გაიარა აკრედიტაცია და წელს 5 მიმართულებაზე მოხდება 500 სტუდენტის უფასოდ მიღება. ეს არის აგროტექნოლოგიები, კვებისა და გადამუშავებელი მრეწველობა, ეს არის აგროსაინჟინრო, ეს არის მეცხოველეობა და აგრარული წარმოების ეკონომიკა და აგრობიზნესის მენეჯმენტი. პრაქტიკულად ეხლა მიმდინარეობს მოსამზადებელი პროგრამები, ესე იგი დამტკიცებულია, ყველაფერი გამზადებულია, სადოქტორო პროგრამების დამტკიცდა მეცხოველეობაში, აგრონომიაში, ეკონომიკაში, საინჟინროში და მიმდინარეობს მუშაობა კონკურსის ჩასატარებლად. პრაქტიკულად აქვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კონკურსი აბსოლუტურად ობიექტურად ჩატარდება და თუ ვინმე და ნამდვილად არსებობს ისეთი ძალები, რომელსაც შეუძლია სათანადო დონეზე სწავლება ამ სტუდენტებისა, ეს იქნება უზრუნველყოფილი. ამდენად ის წყვეტა, რომელიც მოხდა მართლაც განათლების სისტემაში, წელს პრაქტიკულად დაიწყებს აღორძინებას, მაგრამ სერიოზული პრობლემებია მართლაც სამეცნიერო კვლევით სექტორში. და სანამ არსებობენ ბატონოვანო თქვენნაირი ადამიანები და ვიცნობთ კიდევ ჩვენ ძალიან ბევრს, ეს პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება. მე მჯერა მე პაატა ვარ კოღუაშვილი ბატონოვანო, ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა ზარისთვის. ცნობილი მეცნიერია სვათაშვილი ძალიან სწორი დასკვნები გააკეთა, აგრარულ-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მართლაც შეიქმნა ასეთი ისა, მაგრამ მე გული მწყდება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან კრიტიკული რაღაც გამონათქვამები არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მისამართით. იქ მე როგორც ხედავ არ დგას საკითხი ისე როგორც უნდა იდგას და მე მახსოვს იქ დავამთავრე საერთოდ ჩვენ და ამაში თქვენ ალბათ გეკითხულობთ ძალიან ბევრი მოქვეყნებები გააკეთა ბატონმა ამასთან დაკავშირებით და აი ახლა აგრარულ უნივერსიტეტში სადაც მართა მომავალი აგრარული მეცნიერების დარგის სპეციალისტები უნდა აღიზარდონ. იქ ისე ეთმობა ვერ დგას საკითხი რომ უნდა იდგეს. აგრარულ უნივერსიტეტში შეიძლება ყველაფრის მომცველად არ დგას ეგრე საკითხი, მაგრამ არის ბევრი დარგები, მაგალითად აგრონომია, რომელიც დღეს მეტნაკლებად შედარებით იმასთან რაც იყო, გაცილებით უკეთესად ისწავლება. ახლა ყველაფერზე არ შეიძლება ესე თქვა. ჩვენ ხო სიმართლე უნდა ვთქვათ. კი, არის დარგები, რომლებიც აღარ არის. მაგალითად მე მიმაჩნია, რომ მეღვინე უნდა მზადდებოდეს ესე თანმიმდევრულად. ის უნდა გადიოდეს ყველაფერს. ჯერ ეს არ არის, შეიძლება გაკეთდეს მომავალში. ეხლა მეორე აგრარული ფაკულტეტი იხსნება ტექნიკურ უნივერსიტეტში. არის თელავში უნივერსიტეტი, სადაც აგრარული არის, ბათუმში აქვს ბატონოვანო, სადაც თქვენ ხელმძღვანელობთ. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა საკმაოდ სერიოზული პოტენციალია და აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ გავზარდოთ კადრი. აბსოლუტურად. ქვეყანა რო უზრუნველყოთ. ჩვენი პრობლემა იცით რაში მდგომარეობს? ჩვენი სოფლის მეურნეობა არის მრავალდარგიანი.
აი არ არსებობს უნიკალური, უნივერსალური ტექნოლოგია, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოედება. ის შეიძლება იყოს გურიისთვის, აჭარისთვის, სამეგრელოსთვის. რა თქმა უნდა, გაივლი 50 კილომეტრს და ისეთი ბიომრავალფეროვნება გვაქვს, რომ იქ უკვე სხვა არის და აი ეს რას კურველია გარკვეულ სირთულეს ქმნის, მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა. ჩვენ შეგვიძლია რასაკურველია. იცით როგორ აი მე დღეს თქვი და ეხლა მე და გავიმეორო. აი საქართველოს უნდა იყოს ხალიჩასავით მოფენილი. აი ამ სხვადასხვა ტექნოლოგიებით, სადაც იქნება რას თქმა უნდა ბიოტექნოლოგიები, სადაც იქნება არაჩვეულებრივად მაღალი დონის როგორც მეცხოველეობა, ასევე აგრარული მიმართულება და სხვანაირი მიდგომა იქნება გადამამუშავებელ მრეწველობასთან, რომლის წარმომადგენელიც არის ბატონ ვანოს ძმა გურამ პაპუნიძე, აკადემიკოსი და რომლის წარმომადგენელიც არის აი ბატონი მორმანქურიძე. არიან საქართველოში, არის ძალები. უბრალოდ კონცენტრირება უნდა, იცით, ჩამოყალიბება უნდა და მიმართვა უნდა. ისევ მაყურებელია პირდაპირ ეთერში მაყურებლის აქტიურობიდან გამომდინარე მეკითხების დასმა რაღაც ვეღარ მოვახერხებ, ის მოგესალმებით და გისმენთ. ჩვენ ხوار ლაბორატორია. აი. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით ბატონო ვანო. შუახევის რაიონიდან მეფუტკრე ფრიდონ დავითაც. იქნებ ტელევიზორს მოცილდა. ერთი რამ მინდა მოგახსენოთ რომ ყველა კულტურას, ყველა თავს ყურადღებას ვაქცევთ და ეს მეფუტკრეობა იქ ვერზე დგას. არასდროს არ ვახსენებ მეფუტკრეობას რომ იყოს წინა პლანზე. მე მაგალითად ჩემ ოჯახში ფუტკარი არის 162 წელიწადია თითქმის. ფუტკრის ძირში ვარ გაზრდილი და ყოველთვის მინდა რომ ფუტკარმა განვითარება ყოველს აჭარაში. კერძოდ შუახევის რაიონში 1500-მდე ოჯახია ფუტკრის ოჯახია. მაგრამ ყურადღებას ვერ ვაქცევთ იმის გამო რომ მცირე შემოსავლიანია ოჯახია, მაგრამ დაუგვიდეთ ერთ რამეს რომ სამი ოჯახი ფუტკარი მყავდეს ერთ ხომ მოსახლეს, იმდენი შემოსავალი ექნება რომ თითქმის დააკმაყოფილებს მის ოჯახურ პირობებს. ძალიან ვთქვათ რომ მივაქცევთ ყურადღება მეფუტკრეობას და დიდი მადლობას მოგახსენებთ თუ დიდი მადლობა ზარისთვის. სავსებით სწორია, რა თქმა უნდა, ჩვენთან ახლა მეფუტკრეობის განვითარება ფაქტიურად გადაწყვეტავს ჩვენთან ეკონომიკას, გლეხის ეკონომიკას. და ეს დარგი მართლაც ისე არ ვითარდება, როგორც საჭიროა. არა და ამის აუღარებელი საშუალება განსაკუთრებით ჩვენთან, როცა ბიომრავალფეროვნება ჩვენთან ისეთ დონეზე დგას, რომ ალბათ არ არსებობს დედამიწის ზომიერ სარტყელში ისეთი პატარა ტერიტორია ხონდეს როგორც აჭარა და ამდენი ბიომრავალფეროვნება და ის იყოს, არა? ამით ესეც სხვათა შორის არის ერთადერთი საფუძველი მეფუტკრეობის განვითარებისა. სწორად ბრძანა. ჩვენთან აუღარებელი საშუალებაა მისათვის, რომ მეფუტკრეობა განვითარდეს აჭარაში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ძირითადად საქართველოში, ფაქტიურად. თუმცა ამ მიმართულებით თქვა შესაბამისი კადრის მომზადება, სპეციალისტების არც ერთ დონეზე, პროფესიულ დონეზე საკუთრების მეცხოველეობის იმაზე იყო, არა, იქ პატაკოვაში მომზადა. იქ მეფუტკრეობის საკითხებიც იხილა. ეხლა ჩვენ სხვათაშორის ხიჭაურის უნივერსიტეტში იქ ჩვენ აგრარული სფეროს ფაკულტეტი დამეხმარეთ გაიხსნა. იქ სხვათაშორის ერთ-ერთი დარგი არის მეცხოველეობის, სადაც მეფუტკრეობაც არის მიმართულება იქ. შეიძლება რა თქმა უნდა აღიზარდოს მომავალი კარგი სპეციალისტები და მომსახუროს ისე სხვათაშორის რევიუს განსაკუთრებით და საკითხებს საგვარეველია. დიახ. ბატონ გიორგი, ანუ ეს კითხვა ალბათ მეცნიერების სფეროში მომშავე ყველა ადამიანს ეხება და პირველ რიგში თქვენ თუ ახერხებს აკადემია მეცნიერის პოზიციის დაცვას, ისიც ჩემს ბავშვობაშიც და იმ პერიოდშიც, როცა მე პირველ ეტაპზე უნივერსიტეტში მუშაობა დავიწყე, მეცნიერის ცნება და ფენომენი ცოტა სხვანაირად იდგა. თანდათანობით ამ ეს ტერმინი შეიძლება ითქვას ჭალებში გაუფერულდა და გაუბრალობდა და თქვენ ანუ მე ამ უნარიდი წავიკითხე დასაწყისში თქვენი მიმართვიდან და იქ რაოდენობაზეა ლაპარაკი რაღაც კატასტროფულ შემცირებაზე. რითი ვთქვათ უჭერთ მხარს მეცნიერებს და რითი იზიდავთ რომ ვთქვათ არ წავიდნენ მეცნიერებიდან და იდგნენ მყარად ფეხზე, თუმცა სამწუხაროდ ისევ სამწუხაროდ არასაბედნიეროდ ისევ მაყურებელია პირდაპირ ეთერში და ამის შემდგომ გასცემთ ჩემს შეკითხვას პასუხს, მოგესალმებით და გისმენთ.
მოგესალმებით. დასვით შეკითხვა. მე მეუბნებით, ხო? დიახ. აი სულ შეკითხვას რომ აჭარას უფრო მეტი რაოდენობის წევრ კორესპონდენტები აჭარის მეცნიერებას ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში რიცხობრივად მეტი წევრ კორესპონდენტები და ნამდვილი წევრები წარმოადგენდნენ ვიდრე დღეს არის და თუ შეიძლება რომ აჭარის მეცნიერების განვითარებისათვის მიექცეს ყურადღება რომ ჩვენ რეგიონის მეცნიერებას უფრო მეტი ნამდვილი წევრები და წევრ კორესპონდენტები ყავდეთ აჭარის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. ბატონ გიორგი კვესიტაძეს. დიდი მადლობა ზარისთვის. მე და მოვახსენო რომ მე 9 თვეა რაც პრეზიდენტი ვარ და ამ პერიოდში არჩევნები არ ყოფილა. რასაკვირველია აჭარას ძალიან დიდი ყურადღება უნდა, ძალიან დიდი. მე ამაში აგიტაცია არ მჭირდება. და სხვა შორის არც აი ჩვენ ასეთი გვაქვს აკადემიური საბჭო არც ერთს ყველა შესანიშნავად ესმით და საჭირო წევრ კორესპონდენტების აკადემიკოსების არაერთ დარგში არამედ გუმანიტარულ დარგში საინჟინრო დარგში საბუნებისმეტყველო მათემატიკა ყველა დარგში რა თქმა უნდა აჭარა უნდა იყოს ძალიან ფართოდ წარმოდგენილი აი ჩვენ გვექნება ალბათ მაისის თვეში გასვლითი სესია შეგიძლიათ თქვენც დაგვესწროთ და აჭარაში გვექნება და აი იქ დადგება ალბათ ძალიან სერიოზულად საკითხი. მე ბატონ ვანოს ვთხოვ რომ ბატონ ივანო არის აჭარის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის განყოფილების ხელმძღვანელი და მე ვთხოვ აი კონდეს დაახლოებით როცა ვჯელობთ მაგალითად მათემატიკა ხო აი ვინ არის აქ არა ძალიან ორიგინალური მეცნიერები ყავთ აქ და ყოველთვის ყავდა აჭარას აი იქ დაიწყება მსჯელობა და მე გაგრძელება ალბათ სამთავრობო დონეზეც აკადემია ამისთვის ყველანაირად მზად არის ყველანაირად არანაირი წინააღმდეგობა აკადემიაში არ შეხვდებათ დიახ და რაც შეეხება ანუ უკვე ჩემს შეკითხვას მეცნიერის პოზიციის დაცვა იცით რა არის გარდა ფინანსური რატო დაზარალდა მეცნიერება ყველაზე მეტად და ყველაზე სწრაფად როდესაც დაიწყო ეს ახალი მთავრობის წინა ხელისუფლების ეს ტენდენცია იმიტომ რომ ყველაზე დაუცველი სფერო იყო ყველაზე დაუცველი დღეს იწყება მეცნიერების რეანიმაცია რასაკვირველია ყველაზე აქტიური დამცველი მეცნიერების მეცნიერებათა აკადემია ყველაზე აქტიური აი ის რომ მიმდინარეობს ახლა კამათი განათლების და მეცნიერების სამინისტროში, სადაც მეცნიერებათა აკადემიის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბრიგადა იღებს მონაწილეობას, მიმდინარეობს მსჯელობა, სადაც ყალიბდება მეტნაკლებად აი ის აუცილებელი პირობები, რომლებიც არის მეცნიერებისათვის ან მეცნიერისათვის კერძოდ აუცილებელი. ისეთ მეცნიერება მრავალწახნაგოვანი ესეთი სოციალური დარგია ქვეყნის, სადაც არის გუმანიტარული მეცნიერება, სადაც არის მათემატიკა, სადაც არის საინჟინრო დარგი, სადაც არის საბუნებისმეტყველო, ზუსტი აი ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ქმნის ძალიან რთულ ისეთ სივრცეს, სადაც და ამავე დროს საქართველოს მცირე ქვეყანა, რომელიც მეცნიერების ყველა დარგში უნდა იყოს, რაღაცნაირად უნდა მონაწილეობდეს, თუმცა სასაცილოა იმის თქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველა დარგში ყავდეს მეცნიერი, გამორიცხულია ეს. ჩვენ უნდა ყავდეს მეცნიერება და უნდა ვიყოთ წინ წაწეული იმ დარგში, რომელიც ქვეყნისათვის აუცილებელი და დანარჩენზე უნდა კონდეს ის წარმოდგენა და ის ცოდნა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ თუ იმ დარგის განვითარება იქნება საჭირო. აი ესე ვხედავ მე მეცნიერების როლს და რასაკვირველია ყველანაირად ვიცავთ ამ პოზიციას. და რაც შეეხება ანუ ბატონმა ვანობრზანა კადრის დაბერება სოფლის მეურნეობის მიმართულებიდან თქვენ სფეროში ბატონო ტექნიკის ტექნოლოგიური მიმართულებით თუ ამის საშიშროება და ეს მეტნაკლებად თითქმის ერთნაირად ეხება ყველა სფეროს, იმიტომ რომ როგორც აქ ითქვა
ბოლო 10 წლებში განსაკუთრებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ახალგაზრდობაც ამას ყველაფერს უყურებს და ისინი თავის ცხოვრებას ისე გეგმავენ, როგორიც მათ წარმოუდგენია. მაგრამ იცით რა შეასაქმე? ძალიან სწრაფად საქართველოში მოიშალა სოფლის მეურნეობა, რომელშიც ფაქტიურად ჩვენი მოსახლეობის 50% იყო დასაქმებული, ხო? ეს ძალიან დიდი რიცხვია. დღეს მე მეშინია თქვა, რამდენია დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, მაგრამ საქართველოს პოტენციალიდან გამომდინარე, აქ მეცნიერთა ერთ ჯგუფს აქვს ჩატარებული კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით შეუძლია დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი დააკმაყოფილოს. ეს რამხელა პოტენციალია რა ქვეყანაში. და ამ პოტენციალს სწორი მიდგომა უნდა და სწორედ აი მეცნიერები თავრობასთან ერთად ვაპირებთ, რომ ჩვენ დაუსახოთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ თავს თითოეულს პროგრამები ისეთი, რომელიც დაძლევა ჩვენ შეგვეძლება და ის პოტენციალი, რომელიც არსებობს, თუ ერთიანად არ გამოვიყენებთ ნაწილობრივ, ესე იგი ჩვენ კი უნდა შემოვიტანოთ, ალბათ რაც შემოგვაქვს ერთი იმდენი გარეთ უნდა გავიტანოთ. და ეხლა წამოიჭრა ძალიან კარგი თემა, ეს არის ბიოლოგიურად რო იქნეს საქართველოს დაცული. ეს ძალიან დიდი სტიმული იქნება, როგორც ჩვენთვის, მოსახლეობისათვის, ასეთ იმ ტურისტებისათვის, რომელიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას და საქართველოში ტურიზმი არ განვითარდება, თუ ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ტურისტები იკვებებიან ბიოლოგიურად დაცული პროდუქტით. აი დღეს სხვათაშორის ბატონი გიორგიმ ძალიან ფართოდ შეეხო ამ მიმართულებას და აი დამსწრეთა დიდი ინტერესიც გამოიწვია და შეკითხვების უმრავლესობა ეს ახალი სფეროა, დაახლოებით 20-30 წლის სფეროა, ჩვენთან ეხლა იწყებს ფეხის მოკიდებას და ამას ჯერ არ აქვს კვლევები იმ დონეზე ჩატარებული, რომ კონკრეტულად ითქვას, მაგრამ ახლა გენმოდიფიცირებულ პროდუქტს რა თქმა უნდა ვერ გავექცევით, მაგრამ აქ ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ერთი რომ შემოდის პროდუქცია უნდა იყოს მარკირებული. რა პროდუქცია ის გენმოდიფიცირებული თუ არ არის გენმოდიფიცირებული. აი სწორედ ეხლა პარლამენტში ეს საკითხი დგას და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყდება ქვეყნისათვის სასიკეთოდ. და ანუ ჩემი ბოლო შეკითხვა მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით ბუნებრივია გარდა იმისა რომ გაქვთ გეგმები, გაქვთ ხედვა რომელიც ალბათ საზოგადოებისთვისაც საინტერესოა და დარგის წარმომადგენლებისთვისაც. მე მაინტერესებს ან თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და წინადადებები, ბატონი არ ვიცი, ბატონი ვანტი და ბატონი გიორგი თქვენ ვერ აცდებით ამ კითხვის კითხად. ოღონდ ბოლოს აუცილებლად უნდა გასცეთ პასუხი იმასაც ამ გეგმებში, ანუ მეცნიერებათა აკადემიის გეგმებში, გარდა იმისა, რომ მაისში ვთქვათ ბათუმისკენ რაღაცა იგეგმება, რა ადგილი უჭირავს ზოგადად რეგიონებს და მათ შორის ბათუმს. დიახ, ბატონოვანი განსხვავებით. ეხლა ბათუმში აჭარაში საერთოდ არის დაახლოებით ძირითადად 4 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დიახ. თუ ქვია მაგას ახლა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ეს გახლავთ ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი. დიახ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მაგრამ ბათუმის ბოტანიკური ბაღი ფაქტიურად სამწუხაროდ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტატუსს არ ატარებს და მაგაზე შეიძლება ფართოდ ილაპარაკოს გასმა. არის ქობულეთში ფიტოპათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თქვენ კარგად მოგეხსენებათ საქვეყნოდ ცნობილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ციტრუსების ნაყოფის შენახვის და დამუშავების სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი რომ იყო და ეხლა ისიც რა თქმა უნდა რეორგანიზაცია განიცადა და მიერთებულია ის უნივერსიტეტი. მე გულახდილად შემიძლია გითხრათ მასპატაშოვის ციფრების მოხი კადრების თანაც სარი კარგი კადრების ნიშნული შეცვლილება მოხდა. აი მაგალითად 45 მეცნიერ მუშაკი იყო ბერძენიშვილის სახელმწიფო ინსტიტუტში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში 28-ზე ჩამოვიდა. ლაპარაკია შტატების შემცირებაზე. შტატების შემცირებაზე წავიდა მეცნიერება აღარ მოდიოდა. ასევე ბოტანიკურ ბაღში, როცა იყო 30-მდე მეცნიერებათა მეცნიერი, თანაც გამოსული მეცნიერები და ცნობილი მეცნიერები. იქ ისეთნაირად შეიცვალა ვითარება, რომ 2008 წელს, როდესაც წესდება გაკეთება რეორგანიზაციის შემდეგ, წესდება და სადაც ჩაიდო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და ის სამეცნიერო დაწესებულება
ანგარიშვალდებული იყო სამეცნიერო-კვლევითი ნამუშევრების შეფასებისა და განხილვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მე მაშინ იქ მუშაობდი სხვათა შორის და მარტში ეს წესდება იქნა მიღებული 14 მარტს სხვათა შორის 2 თვის შემდეგ რომელიც მე 2 წლის შემდეგ გავიგე რომ ეს წესდება შეუცვლიათ და მთლიანად ამოშიგნულია იქ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და მათ შორის ანგარიშვალდებულება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფაქტურად იქ სამეცნიერო და მე რა მოხდა, რაც ყველაზე სავალალო მდგომარეობა, რომ მეცნიერ მუშაკები გადაშეცვალეს სპეციალისტებით. ესეც ამაზე რეაგირება ბატონო. მე არაერთი მაგასაც დაკავშირებით დავწერე, მაგრამ საქმე რაში იყო, იცით, ეს ისეთი ვითარება იყო, რომ ეს გადაეცა, იცით, ახლა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქალაქ ბათუმის მერიას, რომელსაც საერთოდ ამის გამოცდილება როგორ ეხმძღვანელდა მერიას და როგორ განეხილა და იქ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის ეხმძღვანელი, გამორიცხული ამბავი იყო რა. ნუ რა თქმა უნდა, ის მაინც უნდა ყოფილიყო. მაინც ის იმ წესდებით ის არ ათმევდა ბოტანიკურ ბაღს იმის უფლებას და ეს არ იყო დისკრიმინაციული, რომ ის წესდება ყოფილიყო გამოყენებაში. მაგრამ რაღაცა ეს მოხდა კონფიდენციალურად. და ალბათ ამაში აბსოლუტურად მე იქავარ, რომელსაც ეგ აკადემიკოსი კაცი, რომელსაც მე ხელმძღვანელობ ამ სფეროს და მარტში მიღებული 2008 წლის 14 მარტს მიღებული წესდება, რომელსაც კარგად იყო იქაში და სხვათა შორის ეს წესდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან შეთანხმებით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ სამსახურთან შეთანხმებით გაკეთდა და მიღებული იქნა ქალაქ ბათუმის მერიის მიერ. მე ესე იგი მოხდა ესეთი რამ რომ შეიცვალა მთლიანად და ეს ნუ ეს ცალკეულ სხვათა შორის და ბათუმის ბოტანიკური ბაღი ამ დღეშია, მაგრამ თავარი კიდევ რა იყო? ეს იმიტომ კეთდებოდა როგორც ჩანს. და რამდენადაც ვიცი ეს უტყუარი დასკვნის გაკეთება შემიძლია, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ნაწილი იყიდებოდა. მე ეს შემოვთავაზე სხვათა შორის და ნუ ამასთან დაკავშირებით მე ისეთ დღეში ჩავარდი მაშინ რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ერთმა გარემო მშურა ბათუმის ბოტანიკური ბაღი ნაწილი გაყიდა. მე შემოვთავაზე დავიძახე სხვათა შორის მიწეს რომ იქ რესტორნებს სასტუმროებს ჩვენ ავაშენებთ და თქვენ გექნებათ პატარა ნაწილი ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და თქვენ ეგ დაგეხმარებით. მაგრამ ის მომენტი იყო, როცა საქართველოს ბათუმის ბოტანიკური ბაღში საერთაშორისო საქმემოქმედო ფონდი ქართულ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალიხმევით, ასე იგი დაფინანსდა ყველა სფერო ბათუმის და სხვათა შორის ამან გადააჩინა ბათუმის ბოტანიკური ბაღი გულახდილად შემიძლია. გასაგებია, ალბათ ბატონო მანდა ბოლოს ბატონი გიორგი შეაფასებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, დღეს ეს რიგში დგება სლოგანი, რომ სოფლის მეურნეობა და გადამაშორებული მრეწველობა გადაარჩეს საქართველოს. ეს მარტო სლოგანი არ არის, ეს არის ალბათ საქართველოში დასაწყები ერთიანი ძალისხმევით ასეთი ღონისძიების გატარება და დღეს თუ სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ქალაქებში და საზღვარგარეთ გარბის, მე დარწმუნებული ვიქნები თუ ეს საკითხი დადგება ძირფესვიანად, პირიქით მოხდება, რომ ქალაქიდან ხალხი წამოვა უკვე სოფელში უკვე შუქიც არის, ტელევიზიაც არის, მობილური ტელეფონები არის, რომ ადამიანი უკვე თავს კარგად იზნობს სოფელში და ამ თავის სახლს და თავის ფუძეს დაუბრუნდებიან. ეს იქნება ალბათ ძალიან კარგი, რასაც ჩვენ ველით ახლო მომავალში. და ბატონო გიორგი. აი მოდით ჩამოვყალიბდეთ რასთან დაკავშირებით გნებავთ რა ვთქვა. ზოგადად მეცნიერების განვითარებასთან და აი თქვათ თქვენ ბრძანეთ რომ მე-9 თვეა ბრძანდებით პრეზიდენტი და თქვათ გარკვეულ რაღაც აი მიმართვის წერილშიც კი რომელიც მე წავიკითხე ლაპარაკია იმაზე რომ რაღაც კვლევებიც უნდა ჩატარდეს იმისთვის რომ ხელშესაწყობი გარემოს ანუ გამოავლინოთ რა ჭირდება მეცნიერებას და რა გეგმები გაქვთ ზოგადად მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით და მათ შორის რა იქნება. იცით რა შეასახლა მეცნიერების მოთხოვნილების გამოვლენა პერმანენტული საქმეა. სისტემატიურად უნდა მიმდინარეობდეს, იმიტომ რომ აი მაგალითად უკანასკნელ 20 წლის განმავლობაში გამომდინარე. რა საკვირველია. აი მაგალითად უკანასკნელ 20 წლის განმავლობაში 20 ახალი მიმართულება ჩამოყალიბდა. ყველა მიმართულებას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. დღეს მიდის აი დიდ განვითარებულ ქვეყნებს შორის ესეთი ძალიან ძლიერი კონკურენცია იმაზე თუ ამ ახალ დარგებში
ვინ იქნება მოთავე, ვინ უფრო მეც აი იგივე ბიოტექნოლოგია, იგივე გენური ინჟინერია, იგივე უჯრედული ინჟინერია, ძალიან ბევრი რაღაცა კეთდება. აი აქ საჭიროა რომ ხა თქვენ წარმოგიდგენთ ჩვენი პოზიცია, საქართველოს პატარა მეც ქვეყანა არის, ვერც ეკონომიურად, ვერც რაოდენ ამერიკაში ტოტალური კვლევები მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველაფრის. ადამიანის გენომი იქნა გაშიფრული და ასე შემდეგ. ამ დონის კვლევებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ვერ აიღებს თავის თავზე. ესე იგი ჩვენი ამოცანა რა არის? ვისარგებლოთ ზოგიერთი იმ მიღწევებით და რაც იქ კეთდება და ჩვენი რაც გვაინტერესებს, აი ჩვენთვის რა არის, რაც არის სისხლ ხორცეული, აი იქ ვიყოთ მოწინავეთა შორის. ეს შესაძლებელია რა. ყოველ შემთხვევაში მე ესე მეჩვენება. აი ეს არის ჩვენი ამოცანა და არა მარტო სოფლის მეურნეობაში. იცით, მე ერთ რამეს გეტყვით კიდე. აი ესეთი ქვეყნისაც როგორც არის ინგლისი, ამერიკა, რუსეთი, იქ პრიორიტეტული მეცნიერების გამოყოფა ადვილია. საქართველოში ძნელია, ხო მართალია? ტრადიციულად ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ. აგრარული ქვეყანა ვარ და ეს არის ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ სხვა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბევრი სხვა, რომელიც ასევე აუცილებელია, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტული არის მეცნიერება, მთლიანად. და იქ რასაკვირველია, ესე დაგსაქსული უნდა იყოს ეს ჩვენი მეცნიერთა ძალები და უნდა ხდებოდეს აი ამ უნივერსიტეტების რეგულირება იმ მიმართულებით, რომ ბათუმის უნივერსიტეტმა უნდა იცოდეს, რაში იქნება წამყვანი შოთა რუსთაველის, ჯავახიშვილმა უნდა იცოდეს რაში, აგრარულმა უნდა იცოდეს რა და აი შემდეგ დაიფარება ალბათ მთლიანად საქართველოს. აი ესეთნაირად და დღეს კონკურენცია, ის დუბლირება კვლევების და რასაკვირველია ეს ქმნის აი მეცნიერებათა აკადემიას, მე მგონი შესწევს იმის უნარი, რომ ეს ყველაფერი პროცესები არეგულიროს. ეხლა რა შეეხება კიდევ აი თქვენს რეგიონს. ისეთ მე ძალიან მიჭირს საქართველოს დაყოფა. ძალიან მიჭირს. მე მიმაჩნია რომ აჭარა არის ერთ-ერთი ულამაზესი მხარე და სადაც ძალიან კარგი მეცნიერული პოტენციალია, სადაც ძალიან ბევრი რამე შეიძლება რომ გაკეთდეს. მაბატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი ვიდრე დღეს კეთდება და რასაკვირველია ეს 4 ძირითადი კვლევითი ცენტრი ალბათ საკმარისია, მაგრამ დღეს კიდევ სხვანაირები კეთდება, იცით, პატარა და მობილური ცენტრები, რომლებიც კვლევის ჯგუფები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა პრობლემას. დღეს დასავლეთში ესეა, აი გაჩნდა, მაგალითად დაავადება, საჭიროა იმის გადაწყვეტა, აი შეიქმნა ჯგუფი, მიეცა დიდი ფული, ეს გადაწყდა, ის ჯგუფი ან იცვლის კვლევის ობიექტს, ან საერთოდ გაუქმდება. ესეთი ჩვენთან არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ ჩვენ მუდმივი ჯგუფი უნდა, აი საბაზისო უნდა ყვავდეს და აი ამას ზედნაშენივით უნდა ჩნდებოდეს. აი რასაკვირველია, ესეთი რაღაცა უნდა იყოს, როგორც ბათუმში, თბილისში, ქუთაისში და რა ვიცი, ბევრ ქალაქებში საქართველოში ძალიან კიდე ამის პოტენციალი არის და მეცნიერებათა აკადემიის პირდაპირი მოვალეობა, აი ამის დეტალური შესწავლა და ამის ანალიზი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებით ბატონო გიორგი, თქვენ ამდენადაც ჩვენ რაღაც ექსკლუზიური უფლებით ვისარგებლეთ და თქვენ როგორც პრეზიდენტის რანგში პირველად ბრძანდებით ბათუმში და ჩვენ დავასწარით ყველას რომ მოგვეწევიეთ ჩვენს გადაცემაში. ეს ბუნებრივიცა ჩვენი გადაცემა განათლების სფეროს ეხება და ალბათ სიახლე და ქვეყნის განვითარება სწორედ განათლების სფეროდან უნდა დაიწყოს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები მინდა გისურვოთ. ფაქტია, რომ სამეცნიერო ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების, მისი სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ხელშემწყობ პირობებს უქმნის ქვეყნის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა გამოვლენასა და ეკონომიკის წინსვლას. სწორედ ამიტომ სჭირდება მას განსაკუთრებული ხელშეწყობა და ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი დღევანდელი გადაცემა კი ისევ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გაფართოებული საერთო კრების მიმართვის ფინალური ნაწილიც გვინდა დავასრულოთ. იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროს მეცნიერების შემდგომი განვითარების გზა, შესწავლილ უნდა იქნეს მისი დღევანდელი მდგომარეობა და შეფასდეს იგი ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან მიმართებით. დადგინდეს რეალურად არსებული სამეცნიერო
პოტენციალი, ექსპერიმენტული ბაზების მდგომარეობა, ესე იგი ჩატარდეს მეცნიერების გენერალური აღწერა. მხოლოდ მონაცემთა ასეთი ბაზის შექმნის შემდეგ გახდება შესაძლებელი შემუშავდეს მეცნიერების კრიზისიდან გამოყვანის თანმიმდევრული გეგმა, ხოლო მეცნიერების მართვის ამ რეფორმას უნდა ახორციელებდეს პროფესიონალ მეცნიერთაგან დაკომპლექტებული გუნდი. დღეს მე ამით გემშვიდობებით, ჩვენ მომავალ ოთხშაბათს ზუსტად 21 საათსა და 20 წუთზე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.